ოცნების მიერ დანიშნულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ჯერჯერობით პუტინის რეჟიმის გარდა არავინ აღიარებს და ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ დასავლეთიდან, არც შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ყაველაშვილს ეგრეთ წოდებული გაპრეზიდენტება არავინ მიულოცა და არც იმ სახელმწიფოების ლიდერებმა, რომლებიც ქართული ოცნებისთვის დასაყრდენს წარმოადგენენ. ევროკავშირში საუბარია მათ შორის უნგრეთიც. ერთადერთი, ვინც ყაველაშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ეს არის პუტინის რეჟიმი და დღეს დილა ქართული ოცნების ქებით დაიწყო პუტინის მარჯვენა ხელმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც პირდაპირ თქვა და დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში. სერგეი ლავროვი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენიტეტი და უარს ამბობს იყოს დასავლეთის პაიკი. მან ასევე შეაქო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იმის გამო, რომ ისინი უფრო მეტად შორდებიან დასავლეთს და უახლოვდებიან პრაქტიკულად ასე გამოვიდა პუტინის რეჟიმს. შესაბამისად ფაქტი არის ის, რომ სანქცირებული ივანიშვილის და პუტინის რეჟიმი ზუსტად ერთი ენით საუბრობენ, ერთი ენით ელაპარაკებიან დასავლეთს, რაც მეტყოლებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მსგავსება სანქცირებული ოლიგარქისა და სანქცირებული პუტინის რეჟიმებს შორის. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. კარგად ნაცნობია ხელისუფლების მცდელობა უარი თქვა საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაწესდა სანქციები. კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართულ ხალხს და მათ სურვილს, რომ ჰქონდეთ თავისუფალი სამართლიანი დემოკრატია. ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია. მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ თბილისის სრულ დილემის წინაშე დააყენონ ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლებას როგორც ჩანს სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართულ ხალხს ყველაფერი ესმის და წინწავა. სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლების საშინაო საქმეებში ჩარევა დიდი ხანია მათი საგარეო პოლიტიკის არსენალის ნაწილია. ახლა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ფიგურების მთავარი მოთხოვნა არის, რომ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად დასავლეთმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა აღიარონ სალომე ზურაბიშვილი. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამერიკული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის გენერალი ბენ ჰოჯესი პირდაპირ ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ლეგიტიმურად ცნოს სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ტრამპის, ასევე ბაიდენის გუნდის წევრები, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან არალეგიტიმურად და ასე ვთქვათ, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ფიგურად მოიხსენიებენ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც იქნება პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას გაატარებს ქართულ ოცნებასთან ერთად. ამიტომაც დასავლეთის პოლიტიკური წრეები მოითხოვენ იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად არალეგიტიმურ რეჟიმად გამოაცხადოს ქართული ოცნება და არალეგიტიმურად ცნოს მიხეილ ყაველაშვილი. უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით სალომე ზურაბიშვილით. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა და უპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, რომ ვინმემ რამე არ დაუშაოს. ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის. ტრამპის ადმინისტრაციისგან გვესმის განცხადებები გრენლანდიაზე, კანადაზე, პანამასა და მსგავს თემებზე. როგორც ჩანს, სამწუხაროდ ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული. ფიქრობ, ეს ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვიტყვი
ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს ქართულ ოცნებას და მთელ ქართულ საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ის არ არის უძლებელი. ქართული ოცნების ლიდერებმა დიდი დრო დახარჯეს ჩვენთვის იმის მტკიცებაში, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მუქარა იყო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მოხდა და ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოწყვლადია. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ამ სანქციებისა ისაა, რომ ამას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი ქართული ოცნების ლიდერებს შორის. სალომე ზურაბიშვილს როგორც საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს მხარს უჭერენ ევროკავშირიდანაც და ფიქრობენ, რომ ევროკავშირმაც უნდა ცნოს სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ ლიდერად საქართველოში ლეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელსაც დასავლეთი დაელაპარაკება. პარტნიორები ევროკავშირიდან ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია დაეცა და ყველაფერს ერთადერთი გამოსავალი, რაც არის ამ დროის მონაცემებით, ეს არის ახალი არჩევნები, რათა საზოგადოებას დაუბრუნდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ და კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა, რომლის ევროინტეგრაციის პროცესით სრულად არის გაჩერებული. ამიტომაც ევროკავშირში ევროპარლამენტარები და სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები მოითხოვენ იმას, რომ ევროკავშირმა სრულად არალეგიტიმურ ძალად აღიარონ ქართული ოცნება, ხელიც კი არ უნდა ჩამოართვან და ყველანაირი პოლიტიკური კონტაქტები უნდა გააჩერონ სანქცირებული ივანიშვილის რეჟიმთან. ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა. მასობრივი საპროტესტო აქციის 32 დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა? ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია. ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება. სანქციები ივანიშვილისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს. 32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს. ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება. მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ევროპულ გზაზე შენარჩუნების მცდელობაში. ახალი არჩევნების ჩატარებას ევროკავშირში უკვე და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ 10 ქვეყანა ითხოვს, მათ შორის ბალტიისპირეთის და ნორდიკული ქვეყნებიც ფიქრობენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები, რათა ქვეყანა დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ახლა უკვე ნიდერლანდები უერთდებიან მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები. საინტერესოა ამ მოთხოვნას დააყენებს თუ არა ევროკავშირის თითოეული სახელმწიფო მომავალში.